გადაცემა კლიპ კამერა, მე ჟურნალისტი თეა იოსელიანი ვარ. ჩვენ დღევანდელი გადაცემის თემა გახლავთ 19 აპრილი. თუ რა მოლოდინი აქვს ნაციონალურ მოძრაობას ხვალინდელი დღისგან და როგორ აფასებს ხვალინდელ დღის შეფასება როგორ შეუძლია ერთი დღით ადრე ქართული ოცნების წარმომადგენლებს ამასთან დაკავშირებით დღეს ჩვენ გადაცემაში სტუმრად მოვიწვიეთ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი ბატონი ოთარ რევიშვილი, კოალიცია ქართული ოცნების ასევე ერთ-ერთი ლიდერი ბატონი დიმიტრი კველიძე და ასევე საკრებულოს დეპუტატი. მოგესალმებით, ძალიან დიდ მადლობას გადაგიხდით, რომ დღეს ჩვენს გადაცემას სტუმრობ. ბატონო ოთარ, თქვენგან დავიწყებ, იმიტომ რომ მაინც ძირითადი წარმომადგენლები ხვალინდელი დღისა, თქვენ როგორც ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელი ბრძანდებით, თუ შეიძლება მოლოდინებზე რომ ვისაუბროთ, რა მოლოდინები აქვს ნაციონალურ მოძრაობას ხვალინდელ დღესთან დაკავშირებით, რის დემონსტრირება უნდა მოხდეს სხვა? სწორად ამის შეკითხვაშივე ჩვენ ვართ ერთ-ერთი ძირითადი წარმომადგენლები და არა ერთადერთი, ეს არის მხოლოდ ნაციონალური მოძრაობის აქცია, ეს იყო ჩვენ დავაანონსეთ, მაგრამ ამ აქციას უერთდება უამრავი არასამთავრობო ორგანიზაციები. ეს აქცია არის მიმართული იქითკენ, რომ ჩვენ კიდევ ერთხელ დავაფიქსიროთ, რომ არა რუსეთის ოკუპაციას, არა საქართველოს კონსტიტუციას, ჩვენ ყველა ჩვენთაგანს და იმ გუნდს, რომელსაც მე წარმოვადგენ, მხარად გვაქვს გათვითცნობიერებული, რომ ჩვენი ქვეყნის სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს ჩვენი ქვეყნის ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაციას. და თქვენ ფიქრობთ, რომ ხვალ მიტინგზე ძალიან ბევრი ადამიანი სწორედ იმის მხარდასაჭერად გამოვა რა ძირითად შინაარსის ლოზუნგებსაც თქვენ. კი ბატონო, კიდევ ერთხელ გიმეორებთ, ეს აქცია არის მიმართული ამისკენ, ეს ადამიანები, რომლებიც ხვალ შეიკრიბებიან, მოითხოვენ რომ არ შეიცვალოს საქართველოს ის ძირითადი კურსი, რომელიც მას აქვს არჩეული, მაგრამ მე არ გამოვიცხავ, რომ აქ არასამთავრობოებმა სოციალური მოთხოვნები ჩართვა. დიდი მადლობა. ბატონო დიმიტრი, ხვალინდელი დღის მოლოდინი გაცილებით უფრო მაღალებს ნაციონალურ მოძრაობას, ვიდრე შეიძლება კონდეს კოალიციას, ან შეიძლება ვწდებოდე და უფრო მეტი მოლოდინებიც კონდეს. აი როგორ ფიქრობთ, რა შედეგებზე შეიძლება ეს ყველაფერი იყოს დათვლილი? პირველ რიგში მადლობა მოწვევისთვის, მოვესალმებით თქვენს კითხვას. ხარ შეიძლება ხვალინდელ დღეს მე არ ვიცი ვის რა მოლოდინები აქვს, მაგრამ ქართულ ხალხს ამ სამყაროდან არანაირი მოლოდინი არ აქვს. ის რომ ვინმეს უნდა რომ ხალხი იმიტომ მოიყვანოს, რომ ჩვენ რამე კურსს ვწვიდეს, ასე ვთქვი, რომ საბარია, ის რომ ოკუპაცია არის და გააკეთა რუსეთის ქვეყანა ჩვენს ტერიტორიაზე, ამაზე არავინ არ დავაბდა. ძალიან მე მინდა კიდევ ერთხელ ხო, ბატონო ოთარის, ამაზე გავაკეთებ ჩვენ ორიენტაციას, არავის არ უთქვია. არც ბატონი ბიზინა ივანიშვილს, არც არავის არ უთქვია არასოდეს, რომ ჩვენ ამაზე დავკამათობთ, რომ რუსეთი არის აგრესორი ეს ოკუპანტი ქვეყანაზე, მაგრამ მეორე რამ მაინტერესებს. ჩვენ ეს კითხვა საერთოდ არ აქვს, რომ ეს რუსეთი არის თუ არა უკრაინა, ჩვენ სხვა კითხვა აქვს. ჩვენ გამოძიებას იმაზე არ ვიტყობ, ეს აგორდეს ბოლო დღე და თქვენ ხაზი მინდა მას გავუსვა, რომ ჩვენ როცა ვიტყობთ 2009 წლის ომის პერიპეტიების გამოძიებას, იმას კი არ ვიტყობთ, რომ კი ეჭვის ქვეშ დავაყენოთ რუსეთი არის თუ არა აგრესორი. ჩვენ მაინტერესებს დამთავრებამ ამ ხალხის წინაშე, მოსახლეობის წინაშე ჩაიდინოთ რა დანაშაული. სამწუხაროდ ფაქტია, რომ მშვიდობიანი მოსახლეობა მეტია დაღუპული 2008 წლის ომში, ვიდრე ჯარისკაცები. ეს კითხვა მაინტერესებს. ის თუ უნდა მოიყვანოს, რომ ჩვენ რომ გაგვთხილებია მოსახლეობა, მაშინ ჩვენ დავდებდნო ომის პროვოცირებაში, ეს ვფიქრობ, რომ ნაკლებად არგუმენტირებული პასუხია ამ კითხვაზე. მე მაინტერესებს, რატომ არ იქნება მოსახლეობა გამოყვანილი? ნურავის გონია, რომ აი ამ მოწოდებებით ხალხს გაიყვანებენ აქციაზე, იქვე დარწმუნებული ვარ, რომ იქ იქნება მხოლოდ ის ხალხი, იქნება ძალიან ცირეწყობანი ნაწილი ხალხისა, რაც არის ხარდამჭერი ჯერ კიდევ ნაციონალურ მოძრაობას. რაც შეეხება სოციალურ საკითხებზე, იქნება თუ არ იქნება კითხვები, მე მგონი ამ ეპიზოდში საკმარისზე მეტად გააკეთა ოცნებამ ისევ ხალხისთვის და ძალიან ბევრი მაგალითი მინდა მოვიყვანოს ის, რა არის გაკეთებული დღემდე. რაც ვერ გადაგიხას. ხო, ბატონო, და ეგ მაინტერესებს რა. ეგ არის ნაციონალური მოძრაობის კიდევ კიდევ ერთი სპექტაკლი, ანუ სატყუ არა, რომ მან არასწორი ლოზუნგებით მოსახლეობა და გახდეს ვერ დავეთანხმები ხა ბატონ დიმიტრის ამ შემთხვევაში ჩვენ აქ არ ვსაუბრობთ მხოლოდ ამ გამოძიებაზე და მხოლოდ გამოძიებაზე არ ვაფერმირებთ. აქ არის ძალიან ბევრი ის გადაწყვეტილებები, რომელიც ამ 6 თვის განმავლობაში მთავრობამ მიიღო იგივე ეხლა ჩამოვიყალიბებთ თუ შეიძლება ბატონ დიმიტრი მე არ გეშეროთ და
დრო ორივეს გეკნება დასავლებას და ამის შემდეგ თუ შეიძლება თქვენს უპასუხოთ. აქ იყო ძალიან ბევრი ისეთი ნაბიჯები, მაგალითისთვის შემიძლია მოგიყვანოთ იგივე ოკუპაციის შესახებ კანონში ცვლილებების შეტანაზე, რომელიც არის აბსოლუტურად გაურკვეველი, როგორ შეიძლება ქვეყნის ერთ საზღვარზე მოქმედებდეს ერთი კანონი და დანარჩენ საზღვარზე მოქმედებდეს სხვა კანონი. ნუ ეს არის რაღაცა, არ ვიცი, ეს მხოლოდ რუსეთის ცისკულზე ასხავს ხალხს. აქ არის იგივე მეორე ქვეყანა ზოგადად არის სიმბოლოები, ხო, არის დროშა, არის ჰიმნი, არის გერბი, არის იგივე აღლუმი, არ გვინდა აღლუმის ჩატარება, გვინდა ოკუპაციის კანონი შევარბილოთ. იგივე ეს რაღაც თითქოს ესეთი შერბილებული რიტორიკა რუსეთის დელეგაციის მიმართ, იგივე ბოდიშები ონიშენკოს გამოგზავნილი, ესე ვთქვათ, მისი თანამშრომლების მიმართ და ამავდროულად ევროპის ერთ-ერთი ყველაზე დიდი პარტიის IPP-ის მიმართ რაღაცა ძალიან ისეთი ხმამაღალი და ტყული განცხადებები. ეს ყველაფერი მე მაფიქრებინებს, აი ზოგადად მოქალაქეებს აფიქრებინებს იმას, რომ ეს ადამიანები ერთის მხრივ იძახიან იმას, რომ თითქოს და კურსი არ იცვლება, მაგრამ საქმით სულ სხვა რაღაცა ჩანს. აქ თქვენ ამბობთ, ბატონ დიმიტრი, რომ მე მოქალაქეების აზრით, თქვენ წარმოადგენთ რაღაცა რაოდენობას მოქალაქეების, თქვათ, ვის თქვენ ხარ დაგიჭერთ, მაგრამ ეს ყველაფერი საქართველოს აზრი არ არის, ხო? რაც თქვენ ეს მონოლოგში საუბრობთ. ამიტომაც ეს ყველაფერი ამისთვის განმავლობაში ესე თქვა დაგროვდა და ადამიანები, რომელსაც ამის წინააღმდეგ არ მოსწონთ ეს მიმართულება, ხვალ ზუსტად დააფიქსირებენ იმას, რომ ეს ქვეყანა ჩვენ გვინდა წავიდეს იმ მიმართულებით, რომელთაც მიდიოდა ამ 9 წლის განმავლობაში, ეს იყო ნატო, ეს იყო ევროინტეგრაცია, ეს იყო აღშენებულობა, ეს იყო იგივე ის დაგებული გზები, ინფრასტრუქტურა თუ ასე შემდეგ და ასე შემდეგ. რაც შეეხება სოციალურ პრობლემებს, მე ახაც მინდა გითხრათ, რომ ეხლა არ ვიცი თქვენ რას ამბობთ გაუმჯობესების, თუ შეიძლება რომ მაგალითი მომიყვანოთ, იმიტომ რომ მე რამდენადაც მახსოვს, წინა საარჩევნო დაპირება იყო 320 ლარიანი პენსია, ნუ მე რატომაც 220 ლარი გახდა, შემდეგ ესეც არ შესრულდა, 18,000 სოციალურ დაუცველს შეუჩერდა დახმარება, ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ის საყოველთაო დაზღვევა ესე ვთქვათ, რაღაც გაურკვეველი, რომელიც ეხლა შეიძლება ნებისმიერ მოქალაქე გააჩენოს და ვერაფერში ვერ იყენებენ ეს ვთქვათ ამ დაზღვევას. ასე რომ რა გამოკეთდა ჩემთვის ცოტათი გაუგებარი. კარგი, ბატონ დიმიტრის მოусმინოთ მაშინ, რა რთული ის რომ ბიძინა ივანიშვილმა და თავისმა კოალიციამ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ აი დღემდე ძალიან ბევრი რაღაც მნიშვნელოვანი ცვლილება გაატარა სოციალურზე, რახან თქვენ თვითონ გაამახვილეთ ყურადღება, აი ამ კუთხიდან კიდევ ერთი, აი ოთარი სიტყვებიდან გამომდინარე, რამდენადაც მახსოვს წინა საარჩევნო პერიოდში ყოველთვის იყო საუბარი იმაზე, კოალიციიდან რომ არ შეიცვლებოდა ქვეყნის საგარეო კურსი და ის მიმართული იქნებოდა ისევ ევროინტეგრაციისკენ. თუმცა ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, თუნდაც ნაციონალურ მოძრაობას, თუნდაც მოქალაქეთა გარკვეულ ნაწილს და არც თუ ისე მცირე ნაწილს გამოჩნდა იმის ეჭვი, რომ საგარეო კურსი ქვეყნის პირდაპირ თუ არაპირდაპირ რაღაც სერიოზული ცვლილებებისკენ მიდის. აი ამაზე რომ ვისაუბროთ. ნუ ახლა ბატონო ძალიან ეს თქვენ მოსაზრებას მოსახლეობის რაღაცა გარკვეული ნაწილი ემხრობა, ბატონო მე შეგახსენებთ, რომ მოსახლეობა პირველად უბრალოდ გითხრათ არა და კაცილებით გარკვეულ ნაწილს გითხრათ არა ვიდრე თქვენ დაგიჭირეთ მხარი ეს ერთი 60-40 ხო 60-40-ზე ეს ერთი და მე დარწმუნებული ვარ რომ დღეს თქვენ ხვალ დაინახავთ რომ ის მუსიკო ცენტრი რომელიც ვითომ თქვენ ხარს გიჭირდეთ ხვალ დაწუნდებით მუსიკო ცენტრის რაოდენობაშიც ეგ კაცილებით უცებრად ნაკლები ხალხი მოვიდეს თქვენ ედებით ამაში დარწმუნებული ვარ იმიტომ რომ ეს კონტინენტის გადაიზოთ რომ ეს სრულ მოლოდინები ამ ხალხის შესწავლას ის არ გამოგიყვანთ, იმიტომ რომ მთელი ამ საქმის განმავლობაში მთელი თქვენი აბანადი ჩართული იყო ხალხის მოდელობაში და ილუზიების შექმნაში, სამწუხაროდ. ახლა რაც შეეხება თქვენს რიტორიკას, რომ თქვენ რომ მიხარით კაცრები რუსეთის წინააღმდეგ რა გააკეთეთ მაინტერესებს თქვენ სინ კაცრით, გააკეთეთ ის რომ ისედაც დაკარგული ტერიტორიები, ფიქრო დაკარგული ტერიტორიები დაუმატეთ, ეს თქვენი სინ კაცის გამომდინარე არის, თქვენი სინ კაცრით დატოვეთ დანაშაულ ხალხი და უიარო ხალხი პატრონად, ეს ერთი მეორე, რაც შეეხება რიტორიკას, რომ ჩვენ ნატოსთან უფრო ადრე დავუახლოვდით, თქვენ დავუახლოვდით, 9 წელი ვერ დავუახლოვდით ვერანაირად, დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ სასაგმოვაში არ დავიჭირდება. ხარაც შეეხება რა გააკეთა უსამართლო მეხსოში გეტყვით, რომ ის რომ მთელი საქმის განმავლობაში ნაციონალურ მოძრაობამ ვერ მოახერხა ის, რომ ოჯახის ძიმეთვითები, რომელსაც თუ კიდე ელემენტარული სკოლის წინები დარგებული ყოფასო, ეს არ არის ოცნან გააკეთა და თითოეული ოჯახი. თუმცა ბატონო, მაგაც უამრავი კითხვა შეეჩერება, კი ბატონო.
თითოეული ოჯახი მინიმუმ 1 სექტემბრისთვის მიიღებს 550-დან 200 ლარის შედარებაზე ძალიან დიდი არის ქართული მოსახლეობისთვის. საყოველთაოდ დაზღვევა, რომელთაც თუნთულიან არაფერი ამონტარა 500 ლარის პაკეტს ყველა ადამიანი მიიღებს. და ეს ძალიან დღემდე საავადმყოფოებში კოლოსალური თანხების გადახდა უწევს მოსახლეობას და საერთოდ ვერ გავიგეთ დღემდე ვერ გავარკვიეთ რა ტიპის დაზღვევასთან გვაქვს საქმე და რა ტიპის სამედიცინო დახმარების დრო შეიძლება ვიყოთ დაზღვეულება ეს ჯერ ვერ გავარკვიეთ. რატო ვერ გავარკვიეთ? საავადმყოფოში მარტო ერთი კონსულტაცია არის 25 ლარიდან რა უნდა დავაზღვიო? ცალსახად არის იქ ჩამოწერილი იმ საყოველთაო დაზღვევაში თუ ის სიუბრებები აქვს თითოეულ დამზღვევს, ასე რომ შეიძლება კიდევ ერთხელ ამას გაეცნოდე მოგცემ ამაში ძალიან სწორ ახსნა გამარტებას და ახლა შექმნა მეორე საკითხი ის რომ 620 მილიონი იხარჯება ქართველი იმ ადამიანისთვის ვინც საშემოდგომო და საგაზაფხულო პროცესს ხია ამასაც მემკვიდრე რომ ძალიან დიდი პროექტია ესეც თანხმობთან გამომდინარე ასე რომ არაფერი გაკეთებული ამის თან ცოტა მადურობაც იქნება და უნახავებაც იქნება კიდევ ერთხელ ხას უსვამ დიდი განსხვავება 6-სა და 9 წელს შორის მე ვფიქრობ რეზონანსულად ამ 6 წელში უფრო მეტი გაკეთდა ვიდრე 9 წელში რაც შეეხება თქვენს ფასადურ კეთილდღეობას რომელიც ამ განმავლობაში მე მას არ ვიძახი ნაციონალიზმს არაფერი გაუკეთებია მაგრამ თუ დროის მონაკვეთებს შედეგებს დავინახავთ 6 წელში გაცილებით მეტი გაკეთდა მოდით იმაზე მოვიდავთ როცა ნაციონალური მოძრაობა ხელისუფლებაში მოვიდა მაშინ ქვეყანა არ იყო თუნდაც იმ დონეზე ფელზე დამდგარი როგორი ქვეყანას დღეს ჩააბარა ნაციონალურმა მოძრაობამ კოალიციას ანუ პრაქტიკულად გამართული ქვეყანა ინფრასტრუქტურულად მაინც ბევრი რამე გაკეთდა და მეორე ისიც რომ როდესაც კოალიცია მოდიოდა ხელისუფლებაში მას ყველა ეს პრობლემა წინასწარ თავმოყრილი ჰქონდა და 9 წლის განმავლობაში რაც პრობლემას აწუხებდა საზოგადოებას ის ყველაფერი ძალიან კარგი რადგან ჩვენ გაზეთის საგონდებით თუ შეიძლება რას თქვენ იმეცავთ იმაზე და შემდეგ გადავიდეთ რადგან თქვენ ზანებთ რომ გამართული მეგობრებო ხარ ცდილობს ჩვენ იმას ვაგიარებთ 2013 წლის ნოემბრის შედარებით 2012 წლის პირველ თვეში ქონა ქვეყანა ბედნიერ მდგომარეობაში იყო, მაგრამ ხაზი იმასაც მინდა გავუსვათ რომ საერთოდ ქვეყანა თესოკლიაში ყოველთვის წინ მიდის, ასე რომ მერტ მარკნას რომ 2014-2018 წელს რომ ქვეყანა მაზნა ცუნუმარში შეგვიდეს ახლა არის, ასე რომ ყველა მომდენო მემკვიდრე ყოველთვის დარჩება ეს საქართველოს, მაგრამ მე მინდა აი თქვენს ამაზე კითხვა გავსვათ. მე მინდა მსახურების უფლებები გასაგები იყოს მაგალითად მომდინარე უტანო ადგილობრივი მუნიციპალიტეტიდან, ვითომ წინ გადადგმული იყო სკოლამდელი აზრის აიბის შექმნა, ვითომ ამისთვის ეს ნაციონალური მოძრაობისთვის ძალიან ძალიან წინააღმდეგი იყო და ბატონო თალეს დამეთახება ესწრებოდა მაგალითად რომ ფაქტიურად ვერ მივიღეთ შედეგი ვერ მივიღეთ, ამიტომ წელგმართული აიბის მუშაობისა რომ ვერ დავასაბუთეთ ის რომ ბავშვებმა ხორცი უნდა ჭამონ თუ არ უნდა ჭამონ. აი ნაციონალური მოძრაობის პროექტმა ესვე პასუხი კითხვაზე ვერ გასცემა ელემენტარული. ბავშვებმა დღეს, როცა 25-დან ხორცი არ ჭამენ არც ბაგაბახში, დღემდე არ არის პასუხი. ბავშვებმა უნდა გააგრძელონ თუ არ უნდა გააგრძელონ. და მეორე, ძალიან მაინტერესებს რა. იცი რა მაინტერესებს? აი თქვენი საქები პროექტები რომ არის. დღემდე მაინტერესებს თუ ის მეწარმე, რომელსაც ემსახურებოდა ბავშვებს, თუ მართალია, თუ მივიღეთ დადებითი დასკვნა. მას ელემენტარულად ძალიან მარტივი კითხვა. რატო გაუქმეთ ხელშეკრულება? ეთილინებს ხელშეკრულება აი ეს მაგალითი მოგიყვან ხო მოსახლეობის უფრო ადვილად გასაგები რომ ერთი მაგალითი მოგიყვან ერთი მაგალითი იმ მეწარმეს რომელიც კეთილი გამოვიდა დასვენა გამომდინარე და თავიდან მუნიციპალიტეტი კომისია რა ქვია ადვოკატი ამ მეწარმეს რატომ არ აგრძელებს თამაზე დაგესო მომზე და ასე სასწრაფო წესით რატომ შეუძლია პროექტები თუმცა ესე თქვა რომ მე არ მინახავს აქ შეხვედრებზე საჯარო შეხვედრებზე გამოსული რაღაც კოალიციის წარმომადგენლები რომლებიც ძალიან აქტიურ დამსვენებად დადგნენ თუნდაც იმ ბაგის გამგის მხარდასაჭერად უდანაშაულო ადამიანზე რაღაც მე მაქვს კითხები ძალიან საკრებულოს ფორმაზე ძალიან კაცად დავაყენებ ამ კითხვას ამ საკითხს რომ მე მაინტერესებს რატო გაუქმეთ ხელშეკრულება იმ მეწარმეს დიმიტრი მისი მოთხოვნის თემას ჩემი საზრით იმედი არის არ ვიცი ეს აი რომ ლაპარაკობთ ძალიან მაგრები ვიყავით ძალიან გამართული და
ეს არის პედაგოგის სიტუაცია. თუმცა აიგებში იგივე სიტუაცია გრძელდება ახლა. მოდით ამაზე ვუვიამატებთ, იმიტომ რომ დანიშნულები ხარ კოალიციის წევრები, დამატებები ამ შტატების არც ერთი შტატი არ შეიცვალა. შეიცვალა სახელები და ვინც უნდა შეცვალოს აი სახელები კარდომარის მოსინე ეს არის კარდომარის პროგრამა ვეცუცი თუ შეგავენ თუმცა გამგებლის პროგრამა არ არის აი შემა დაუბრუნდა აი შეცვალოს აქ რაიონში პირველია საქართველოს თავმჯდომარე და ყველა ცდილობა უნდა მოდის საქართველოს თავმჯდომარე საქართველოს თავმჯდომარეს არანაირი ნება არ აქვს ეს რაიონი მოდით იმაზე რომ დღეს აიგებში დამატებული 10 თუ 20 ადამიანი ქართული კოალიციის წარმომადგენლები არიან და ნუ დასწავლოთ ხა კადრები ინიშნებენ შეგიძლიათ ძალიან კარგად მოიცადეთ ხოლმე და ძალიან აქტიურად ინიშნებენ ანუ საჭირო ყოფილა მოკლედ ამის თქმა მინდა როგორც ჩანს ოცნების მე დავუხდა ყველა ამ თემასთან დაკავშირებით ვინა ჩემი მოსაზრებები გაგაცნოთ თუ ზოგადად ეხა ბაღების თემასთან დაკავშირებით ეხა მე არა მეცამალი პრინციპი მაგალითად ეხა ეს კონკრეტული ალბათ აი კარგი ოთარ მოდი გავხსნით ამ ბაღების თემას ძალიან მეტი თემა უნდა დავაფიქსირო როდესაც ეხა დღეს მუნიციპალიტეტის გამგებელი არის ქართული ოცნების წარმომადგენელი შესაბამისად ისიც არის ერთ-ერთი მმართველი ამ მუნიციპალიტეტის ჩვენ როცა ვიყავით ხელისუფლებაში მე არ მახსოვს ანალოგიური პრობლემები ყოფილიყოს ბაღისაებში ასე რომ ეხლა თუ რაღაცა პრობლემები არსებობს ამ აიმში შეუძლია ბატონი დივიდეს მიმართოს ბატონ გამგებელს და მათთან ერთად გაიგონოთ ეს საკითხი ეს უკვე დღევანდელი ხელისუფლების პრობლემაა და ზოგადად პრობლემაა რა თქმა უნდა ძალიან დიდი პრობლემაა რომ ბავშვებს იქ რაღაცა კითხვის ნიშნები დაისვათ თუ რა საქმეები შედის და როგორ შედის მე კომპეტენტური არ ვარ შესაბამისად ამაზე ვერ გაგცეთ პასუხს რაც შეეხება ეხლა ძირითად თემას დავუბრუნდეთ თუ ეხლა მე არ მოვყვები იმას რომ ანუ ოთარ მოდი რაზე მიპასუხეთ 19 აპრილს ნაციონალური მოძრაობა თქვენ როგორ ფიქრობთ აი ნებისმიერი ლოზუნგი რაც არ უნდა გამოტანილი იქნას 19 აპრილს რატომღაც ეს ყველაფერი მაინც ასოცირდება რომ ამით ნაციონალურ მოძრაობას უნდა დაანახოს რომ ისევ ძლიერი არის და მას ისევ ყავს მხარდაჭერები არის ეს ამ კუთხით გათვლილი თუ არის მასალით რადგან თქვენ მოთქავთ დავიცვალეთ ეს პარტიის დავდროდი ხა ბევრი საუბრა ამათ ინტერვიუზე ამიტომაც მეც მომეც საშუალება რომ ვისაუბრო იგივე ინტერვიუზე რაც მაგრამ თემა 19 აპრილს მე ერთი რაღაცა არის 6 თვეში უფრო მეტი გაკეთავდი 9 წელიწადში მოვა თავში არ მეთანხმები ამ თესის მე ერთი შემიძლია ვთქვა რომ 6 თვეში იმდენი ძალიან ბევრი შეცდომა დაუშვა ქართულ ოცნებამ რაც პრინციპში ჩვენ სხვა ქვეყნებში უშუალოდ შეცდომებს მოახერხა ქართულ ოცნებამ კოალიციამ და ამ 6 თვეში ნუ ძალიან ბევრი შეცდომა დაუშვა ამის თქვა შეგვიძლია რაც შეეხება ეხლა იმას რომ თუ ჩვენ ვამბობთ და ძალიან კარგი პასუხი დასწრა ბატონო პრეზიდენტმა ამას დაკავშირებით ძალიან კონკრეტულად არის მოცემული სისხლის კოდექსში თუ რა შეიძლება გამოძიება გამოიწვიოს თუ ჩვენ ვამბობთ რომ სისხლის საქმე უნდა აღიძრას სისხლის კოდექსში არის გაწერილი რა შეიძლება მოყვეს ამ ყველაფერს ანუ რაზე უნდა აღიძრას საქმე ეს არის სამხედრო დანაშაული ეს არის ეკოდანაშაული და შემდგომში ძალიან კაცრად გაწერილი ეს ყველაფერი სისხლის კოდექსში ანუ ჩვენ თუ ვიტყვით რომ ჯერ იმაზე შევხვდებით ალბათ რომ პიროვნებები ომს არ იწყებს და ქვეყანა იწყებს ზოგადად ომს და ქვეყანა აწარმოებს საბრძოლო მოქმედებას ჩვენ თუ ვიტყვით რომ ჩვენმა პრეზიდენტმა ჩვენ პრეზიდენტის მიმართ აუზავთ სისხლის სამართლის საქმეს და ვიტყვით რომ მან ესე ვთქვათ ეკოლოგიური ომი გამოუცხადა ქვეყანას რაც გასაკვირი არის სამხედრო დანაშაული ჩაიდინა ესე იგი რა გამოდის ჩვენ რუსეთის სისხლზე ვასწავლთ წყალს და მათ აღიარებას ესე ვთქვათ უკეთებთ ყველანაირ კარგ პირობებს საქართველოში და ვამბობთ რომ სწორედაც მოიქცეთ იმიტომ რომ ეს ხელისუფლება რომელიც ხელისუფლებაში იყო და დანაშაულებული ხელისუფლება და მათ თავისი საკუთარი ხალხის წინააღმდეგ გამოიყენეს ძალა შესაბამისად თელი მსოფლიო ამის შემდეგ ადგება და იტყვის თქვენ თუ ამბობთ რომ თქვენი ქვეყანა ხართ აგრესორი თქვენ თვითონ დაიწყეთ ომი ჩვენ რაღაცა გვეუბნებით რომ არ აღიაროთ ეს ტერიტორიები ანუ აქ უკვე არის იმის საშიშროება რომ აფხაზეთ და ოსეთის არ აღიარების პოლიტიკას ესე ვთქვათ ხაზი გადაესვას აი ეს არის ძირითადი პრობლემა ჩვენ უნდა შევთანხმდეთ ძირითად საკითხებზე რომელიც საითქენი ის ეს ქვეყანა და ჩვენ რა გვინდა ამაზე თუ შევთანხმდებით თუ როგორ მივახცეთ ალბათ ამას ეს უკვე სხვა საკითხია მაგრამ დღეს გვიდგას ჩვენ ეს საშიშროება ზუსტად რომ ეს არაღიარების პოლიტიკა ეს ჩვენი ძირითადი გეზი აი ეს ჩვენი აფშენებლობა რომ ეს ყველაფერი უნდა
ამ დღევანდელი ხელისუფლების საქციელიდან გამოდის ისე რომ ეს ყველაფერი გადაიხაზება და ეს ქვეყანა გაურკვეველი მიმართულებით წავა. ანუ მე არ ვიცი რა მინდა თქვა რომ და რაც შეეხება მოლოდინებს ეს ქვეყნისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობის არის რომ ქვეყანაში არსებობდეს ოპოზიციური ძალა. სადაც ოპოზიცია არ არსებობს ის ქვეყანა ვერ განვითარდება. ეს ხელისუფლების ინტერესებშიც უნდა იყოს რომ ოპოზიცია იყოს ძლიერი. კიდევ ერთხელ ვაფიქსირებ რომ ჩვენ ყველა ჩვენთაგანი და ნებისმიერი ქართველი უნდა იყოს ანუ პოზიტიურად უნდა იყოს განწყობილი ამის მიმართ, იმიტომ რომ ქვეყანა სხვანაირად ვერ განვითარდება. ანუ თქვენ ფიქრობთ იმას, რომ ხვალ იქ საქართველოს მოსახლეობის საკმარისი ნაწილი მაინც გამოიწვევს თუნდაც საგარეო პოლიტიკას. ეს არ არის მხოლოდ ერთი პარტიის აქცია. ეს არ არის მხოლოდ ნაციონალური მოძრაობის აქცია. თუმცა ფაქტია რომ საზოგადოებაში ასე ახდენია, თუნდაც კიდევ საქართველოს იმიტომ რომ ეს დაანონსა ერთიანი ნაციონალური მოძრაობა. ამიტომაც არის ესე ახდენება, მაგრამ ეს არ არის მხოლოდ ერთი პარტიის აქცია. ეს არის კიდევ ერთხელ ვიცხი, ეს არის ქართველი ხალხის აქცია, იმ ნაწილის, რომელიც ამბობს, რომ არა რუსეთის ოკუპაციას, რომელიც ამბობს, რომ ეწინააღმდეგება რუსეთისკენ აღებულ გეზს და უნდა ქვეყნის განვითარება ევროატლანტიკურ ოთარ ძალიან დიდი მადლობა ბატონ დიმიტრი აუცილებლად მოგცემთ ხა ოთარისთან პასუხზე ასევე პასუხის გაცემის შესაძლებლობას, მაგრამ ასევე მაინტერესებს იმ მოსაზრებას, რაც დღეს საზოგადოებაში ასევე ძალიან აქტიურად ტრიალებს, რამდენად ლოგიკური შეიძლება უწოდოთ, რომ კაი ბოლო პერიოდში რაღაც როგორც მოსახლეობაში, როგორც საზოგადოების ნაწილი აღიქვამს, ეს არის რაღაც პროვოკაცია წინასწარ გამიზნული, სწორედ დაკავშირებით 19 აპრილთან, რაც ბოლო 5 დღის განმავლობაში თუნდაც ცენტრალურ ტელევიზიებში ტრიალებს. იგივე ქალბატონი მარიკა ვერულაშვილის აღსარება, იგივე ახალაიების აღსარება და ასე ანუ 6 თვე მოვიდა ახალი ხელისუფლება. რატომ მაინც და მაინც 5 დღის წინ გაჩნდა საჭირო აი ამ თემებზე საუბარი. ამაზე საუბრობს კიდევ ერთხელ გეტყვით საზოგადოების გარკვეული ნაწილი. ამაზეც მაინტერესებს თქვენი პასუხი და რა თქმა უნდა ხარა ჩეხა კიდევ ერთხელ თქვი საუბრის დაწყისში და ბატონთან კიდევ გავუსვა ხაზი. კიდევ ერთხელ იმეორებს რიტორიკას ნაციონალურ მოძრაობას რომ თვითონ ჩვენ ვედავებით ფილმის ომის დაწყებაში კიდევ ერთხელ და ხაზი გავუსვათ რა. ნუ რავენ უფიქროს რომ საზოგადოებას დაანახოს თვითონ რომ ოცნებას პრეტენზია ქონდეს ან ჩვენს ხელისუფლებას რომ ჩვენ ვედავებით ომის დაწყებაში აქ ამაზე არავინ არ დააყოს ბატონოთა ძალიან თქო კიდევ ერთხელ მიმოვიდებთ იმას რომ ჩვენ გვაქვს არ იმაზე რომ ომი დაიწყო ჩვენ გვაქვს იმაზე თუ ეს ომი ომში რატო ჩათრებული იქნა საქართველოს რაც შეეხება ფასის სამართლის პასუხისმგებლობას თუ იქ დამტკიცებული იქნა ეს კითხვები რომელიც არის ეჭვი რომ იქ მოსახლეობა მიტოვებული იქნა შეგნებულად და არ იქნა უსაფრთხოა დაცვის მოსახლეობა და დანაშაულები დამოთა ძალიან თქო ამას პრობლემა აქცია იქ ადამიანები მიტოვებული იქნა თავიდან ბოლომდე ეს გამოძიება ჩატარებული ამიტომ არის ტალიანის არის საპარლამენტო კომისიის დასვნა ასევე თუ დაგვიწევთ რამდენად პრეზიდენტის გამოსვლას უბრალოდ ჩანს გაუკეთებთ ბატონო პრეზიდენტმა აღნიშნა თუ შეიქმნება პოლიტიკური კომისია პარლამენტში ის მზად არის ითანამშრომლოს ამ კომისიასთან. ნუ რა უდგას წინ რომ ესეთი კომისია შეიქმნა. რაღაცა თანამშრომლობაზე მიზანი მომხდარა არც არა. ესე იყო თუ ბატონო თუ თქვენი პრეზიდენტი არის და ჩვენი პრეზიდენტი არის დარწმუნებული რომ მისი პოლიტიკური გუნდი თვითონ ამ საკითხში არის უდანაშაულო, მაშინ უდანაშაულო ამ გამოძიებას უნდა ძალიან ხშირად მოგიდება, იმიტომ რომ რუსი ჩასაფრებული ყავს და არ უნდა მიცეთ არგუმენტი რამეზე ჩაიჭიდოს ხელი, ამაში გეთახილეთ რამეში ხო რომ ეს უნდა იყოს გამოძიებული უფრო ძალიან ხშირად. ძალიან კომპეტენტურად. გეთახილეთ გამოძიებული შესაძლებელია. ცოტა სასაცილოა, ბატონო თავი თქვენგან არის აპილირება რომ ვითომ თქვენ კარნახობთ ჩვენ რომ ოპოზიცია უნდა არსებობდეს ქვეყანაში, 29 წელი ამასაც დაგიფიქრეთ ოპოზიცია არსებობს ქვეყანაში. ეს სასაცილოა, მართლა სასაცილოა რომ ოპოზიცია მართლა არ არსებობდა ქვეყანაში და არც გინდოდა ოპოზიცია, არც გინდოდა. დღევან რაღაცა ასე დებატებს ვერ ვიხსენებთ 2010-ში ხუთაშორის ვერ ვიხსენებთ და
ეს რომელიც მე როცა ვიყავი საკრებულოსები სულ ვიყავი ხოლმე. არა, არ მქონდა არაფერი საკრებულოსები ვიყავი თუ სათან ბატონო 2000 პროვოკაცია წინასწარ სასაცილო ძალიან მეცინებია ვერულაშვილის ქმედებებზე ახლა ეს ქმედებებზე მათ საქციაზე მე მქონდეთ პასუხს ახლა რა განცხადება გააკეთა ვერულაშვილმა რა განცხადება გააკეთა მაგრამ ნაკლებად მაინტერესებს თუმცა რადგან ცხადია რომ ამ ადამიანებს ვინც ყველაზე დიდ დამნაშავეებად ითვლებოდა თუნდაც იგივე კოალიციის მხრიდან მთელი ამ ხნის განმავლობაში გამოდის რომ ეხლა თვითონ ქართულ ოცნებას ამოფარებულები ებრძვიან ნაციონალიზმს ან ეს რას ნიშნავს ბატონო ვერულაშვილი ქართულ ოცნება არის ან ახალი ქართულ ოცნება არის ბატონი სააკაშვილი ხომ ამაყობდა ჩვენ ერთიანი გუნდი ვართ აქაც ჩანს რომ თუმე არ არის ერთიანი გუნდი და ნენა გვევაც ერთი რაღაც ეს ადამიანები ვისგან გამომდინარე აკეთებენ ამას ხოლმე ეს ადამიანები ყოველთვის ამბობენ რომ შინოდა სიმართლის თმა დღეს ატვარეში არა მე საერთოდ არა ეს ხეთ რამინდა გითხრათ ის რომ დღეს სიმართლის თმა ბევრმა გაბედეს ფაქტია 18000 განცხადებას შესრულება ყოველდღიურში რაღაცა საკითხებზე ეს ის მანიშნებელი რომ პირველ თუმცა 10 განცხადება ყოფილა კი უკანონმდებლობის ინფორმაციასთან დაკავშირებით კი უსამართლობასთან დაკავშირებით კი საქმეთა გადახედვასთან დაკავშირებით დღეს რომ ეს არის ეს ის მანიშნებელი ხალხმა შეშტაზია რაღაცები რომ ხომაგრები ითქმება თუ კი იგივე ნაციონალური მოძრაობის მხრიდანაც იგივე ვერულაშვილის მხრიდანაც იგივე ახალაიას მხრიდანაც ესეც ის მანიშნებელია რომ შიში იმისი რომ ამის უკან შეიძლება საფრთხე დადგეს ადამიანის ფიზიკურ მოსვლას უკვე არ არსებობს ადამიანებმა შეიძლება გადადგენ ნაბიჯი მაგრამ ჩემთვის მაგალითად ყველანაირად აზმოკლებულია და საერთოდ ნაკლებად საინტერესოა ახალნაირი და ვერულაშვილი დასაწყისი ეს ისე ამაზე ისე ოცნება ისე ნაციონალურმა იდარდო რომ უკვე მაგალითად ყოფაშვილმა რეჟიმის სწორებული კი უწოდა ასე რომ უკვე მე მგონი სახეზე გვაქვს ვითომ ერთიანი მონოლითის რღვევის ფაქტიდან ხვალინდელი დღე დაგვანახებს ყველას ბატონო თარი კი ანონსებს რომ ეს ქართული ხალხის შეკრება ხოლმე ჩვენ ხვალ დავინახავთ იმ ხალხს რომელსაც ჭირდა ინციდენტს ხალხს რომელსაც ჯერ კიდევ ჟერათ ნაციონალური მოძრაობის ეს იქნება ძალიან პატარა რაოდენობა ხალხისა რომელსაც რაღაცანაირი ვალდებულებები აქვს ისევ აი ამ ზარის მიმართ ხოთი საქმეა აი ხვალ ნაციონალური ამაში ღმრთ ხვალ კიდევ ერთხელ მე ვფიქრობ რომ ხვალ ნაციონალური მოძრაობა დამთავრდება აი ხვალ დღე დაანახებს კიდევ ერთხელ ნაციონალური მოძრაობას ნაციონალური როგორც ასეთი საქართველოს როგორც პოლიტიკური ძალა დამთავრდა კარგი და ხვალინდელი დღისთვის მიგვინდია იმიტომ რომ ჩვენ დღეს ვერანაირ პროგნოზებს ვერ გავაკეთებთ არამედ რომ ხვალ იქ გარკვეული რაოდენობა და არც თუ მცირე გამოვა თქვენ ამბობთ ნაციონალური დღეს განცხადების ხალხოთე მეცნიდა მეთო კომენტარი რაც შეეხება ახალაიას განცხადება ჯერჯერობით დადასტურებულის არ არის ეს მის ნამდვილად მასაკუთრებულ და რამოდენიმე განცხადება გავრცელდა ამას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს ეს კიდევ ერთხელ მიუნიშნებს იმას რომ ეს არის მიზანმიმართული პროვოკაცია ქართული ოცნების მიერ ჩატარებული ეს ქართულმა ოცნებამ ეხა დაწყებული წინასაარჩევნო პერიოდიდან ზუსტად აი ამ ხერხები და მეთოდები გამოიყენა მაშინაც ერთი წლის წინანდელი კადრები გამოიტანეს და შესაბამისად მოსახლეობა ესე ვთქვათ თვალი აუხვიეს დღესაც იგივე მცდელობებს აქვს ადგილი იგივე ვერულაშვილის განცხადება რომ თითქოს და ვანო ვერაბიშვილის და ნაციონალური მოძრაობის გვერდით არის დანაშაული ეს არის მარტივი პროვოკაცია აქედან ჩანს ზუსტად თუ როგორ ეშინია დღეს კოალიცია შეეხება იმას რომ თითქოს და ხელი შეშლები არ არის და არ არის ზეწოლი მე მაგალითი მინდა მოგიყვანოთ ამ რამოდენიმე დღის წინ გუშინ გავცელდა სოციალურობაც და ბოდიში სოციალურობითაც და საინფორმაციო სააგენტოების მიერაც რომ ქუთაისში მაგალითად ნაციონალური მოძრაობის აქტივისტი ხელკეტებით სცემეს რეზინის ჯოხებით სცემეს და ასე შემდეგ ну არის ეწოლები ასევე ძალიან იმდენად გააღიზიანა ნაციონალურ მოძრაობას ხალხის განმავლობაში მოსახლეობა
მაგაზე თქვათ შევთავაზეთ, მაგრამ რას ვიტყვით იმ საჯარო მოხელეებზე, რომლებზეც ეწოლა ხორციელდება, იმ საჯარო მოხელეებზე, რომელიც გაყარეს სამსახურებიდან. რას ვიტყვით იმაზე, რომ არანაირი კომისია, საატესტაციო კომისია არ შეიქმნა და ამა თუ იმ ადგილას ადამიანები დაინიშნა. რას ვიტყვით ამ ყველაფერს, ესეც ხალხი აკეთებს? თქვენ ძალიან კარგად იცით, რომ ძალიან ბევრი ძალიან ბევრი ზეწოლა განხორციელდა იგივე სოფლის წვლებულებზე იყო აქ ჩართულობის ცენტრში იყო ეხლა მოვიყვანო და მაგათ ჩართულობის ცენტრში იყო შეხვედრა გამგებელთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან და გამგებელმა თვითონ აღნიშნა რომ ჩემთან რომ ერთ-ერთი სოფლის წვლებული იყო მოსული და რო უთხარი რომ განცხადება დაწერეო თაგვის ამას დავდო და თავს მოვიკლავო ეს ამდენამდე რომ ადამიანს მიიყვანა ეხლა ეს ზეწოლაა რა ამასაც ქართული ხალხი აკეთებს აქ არის უბრალოდ ეს არის თითქოს და რაღაცა აბრ გაკვირდო რომ ქართული ხალხი ნაციონალიზმი როგორ აქ არის ერთი პრობლემა რომ ჩვენ ვამბობთ ზუსტად დღევანდელ ხელისუფლებას აქვს იმის სურვილი რომ ისა ნაციონალური მოძრაობა დასაბამდეს აქვს იმის სურვილი რომ ოპოზიცია გაქრეს ამ ქვეყანაში პრემიერ-მინისტრმა პირდაპირ დაანონსა რომ უთხრა ამათოი პარტიას რომ თქვენ იყავით მოდი დღეს უკვე ოპოზიცია იმიტომ და ვის უთხრა ქალბატონ გურჯანაძეს რომელიც პაკლონაია გარაზე იქ პუტინთან ერთად რაღაცა გაურკვეველ ვითარებაში იმყოფებოდა აი ამაზეა საუბარი დღეს იმიტომ უნდა ხელისუფლებას რომ ნაციონალური მოძრაობა გაქრეს რომ მისი რაღაცა გაურკვეველი გეგმები რომელსაც ის სიტყვით სხვას ამბობენ, საქმით სხვას აკეთებენ, არ ვიცი. უნდათ რომ ჩემის აზრით ამ ქვეყნის ესე თქვა კურსი შეცვალა და წაიყვანო გაურკვევლობაში. ეს არის მიზანი იმისა, იმიტომ არ უნდა ნაციონალური მოძრაობა რომ ვიღაცა ამაზე ხმა მოიღოს და გააკრიტიკოს. აბა როგორ შეიძლება ეხლა როგორ წარმოგიდგენიათ ესეთ რაღაცა რომ მოდი ამ ქვეყანაში თქვენ იყავით ოპოზიცია, მოდი თქვენ გაქრით. ნუ ეს რა იმპერატორები არიან თუ რა ხდება? მე ვერ ვწერე ამას. ძალიან წუხარ რომ საერთოდ სანსაცაციოა როცა ბატონოთ არის როგორც ნაციონალურ პროექტზე დაბარგოს ეწოდაზე ეს არის ხიმერის მომგვრელი ძალიან სანსაცაციოა იმიტომ რომ როგორც ყოფილი საკრებულოს წევს 11-ის უცხო არ არის ის რომ წეგამ ძალიან თქვენს ეწოლებზე ადგილობრივი თანამშრომლებზე 6 თვეა ყირი ვარ უმოწყალო ყირი ვარ საკრებულოს სლომაზეც პრესაში ტელევიზიაშიც რომ ვერ მივაქციე თქვენ მასაკრებულოს თავმჯდომარე რომელსაც ასე ზარზეი დანიშნეს საკრებულოს თავმჯდომარე ხო მისი პირველ მოვალეობა გამოაცხადოს საკონკურსო საადმინისტრაციო კომისია და ობიექტურად დანიშნული იქნას ყველა ვაკანტურთან. თუმცა ეს ისო ასაკრებულო ქართული წარმომადგენელი აირჩია დანიშნა გამგებლად. ეს ამიტომ თქვენ შემოგვეგობებთ თქვენ ხომ ხარ თქვენ ხომ ყოველთვის იმით აპელირებთ და ქვია ამბობთ რომ ჩვენ მაგარი დაუწევთ. ასაკრებულო სამართლებრივი მოიქცეს კანონი. 9-ში ჩემი ინიციატივა იყოს თუ გახსოვთ ეხა 9-ში კონკურსი გამოცხადება ესეთი მაინტერესებს. კონკურსი ხალხს გამოცხადება კონკურსი ასე გამარჯვებაზე და ეს ამიშვილი არის თქვენი კოალიციის და თქვენი პარტიის წარმომადგენელი და კიდევ ერთხელ შეიძლება ჩემი ინიციატივა აგიზიანებთ იქნებ თქვენ მოგისმინოთ და ვთქვით რომ ერთადერთი სწორი არჩევანი ბევრი კითხვა არ გაგიშლით თქვენს პირველ რიგში და ჩვენს ამიტომ ყველა ვაკანტურ თანამდებობაზე გამოცხადდეს კონკურსი და მაშინ ყველანაირი კითხვა ზეწოლებზე გაქრება. ასე რომ ძალიან მხოლოდ დიმიტრი ასე რომ ინიციატივა სექტორიც ძალიან აი ეს რა ზარბათ იმისთვის რომ დავეხმაროთ ამ საატესტაციო საკონკურსო კომისიის ჩამოყალიბებაში მაგრამ ნუ როგორ ჩანს ბატონი გამგებელი ცოტა რაღაცას გამგებლის როგატო არა ძალიან მხოლოდ გამგებლის მოვარავთ ეს არის საკონკურსო სამჯდომა ეს საჭიროებას ხედავს აუცილებლად მოსთხოვს იმ მე ჩემთვის სოციალ აუპოვერებელი საკრებულო რომელიც აირჩია ქართული კოალიცია ქართული ოცნების ერთ-ერთი ლიდერი უზურგეთში გამგებლად ну თქვენ რა პრობლემა გაქვთ მათთან რომ ეს კომისიაში გააკეთებინოთ ანუ მე ეხლა როგორ წარმოგიდგენიათ ნაციონალური მოძრაობა რა ყოფილიყო უმრავლესობაში ქართული ოცნების ლიდერს დანიშნავდნენ გამგებლად ანუ ჩვენ არა ვართ ჯერ თქვენ უმრავლესობაში სამწუხაროდ საკრებულო სამი წელი არის
მომცეთ 3 წელი არის თავმჯდომარე და ისიც არის პროცედურაც არის განგებელი რომ დაინიშნა. აი საუბედურება. არ პროცედურა არის, ჯერმეტი განგებელის მოწესრიგებელი აირჩიეს. მე კიდევ ერთხელ ჩვენ ეჭვს დამოკიდებლობა არა. ბატონო და მომცეთ თვითი აი აქაც ჩანს თქვენი პროფესიონალიზმი, თქვენი თანამებრძოლების ჯერმეტი განგებელის მოწესრიგებელი აირჩიეს საკრებულოზე და თავმჯდომარე საკრებულოს რაც შეიძლება თავმჯდომარეში არ ვიცი მე მარტო განგებელის საკითხი შემოიდგა არასწორად ბატონო აკავა მას რომელიც ძალიან პატრიოტიზმ ძალიან კვალიფიცირდა ჩამოაყალიბა რომ განგებელის მომავალი შესაძლებელი საკრებულოზე კი არ ირჩევა სამგებლოში ინიშნება ასე რომ ესეც საკრებულოს თავმჯდომარე მაგრამ საკრებულო კეჭი უყარა და ხელი აუწია ძალიან დიდი მადლობა ოთარ თქვენდა ნაციონალურ მოძრაობას წარმატებებს გისურვებთ ბატონო დიმიტრი ხვალინდელ დღესთან დაკავშირებით აი ჩვენი წარმატება ქვეყნის წარმატება ვინა ხდება თუ არ ხდება ამას მართლა ხვალინდელი დღე გვიჩვენოს მე ჩვენს მაყურებელს მადლობა გადაუხადო რომ იყავით ჩვენთან ერთად მე მომავალ ფლიპ კამერამდე გემშვიდობებით კარგად ცხადდებოდეთ ნახვამდის